უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ მე ვიყო წმინდა. ერთადერთი გზა, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. რომ მე გავხდე წმინდა, არის ის, რომ ჩემში იცხოვროს ღმერთმა. რომ მე შექმნილი ვარ ჭურჭლად, თიხის ჭურჭელი ადამიანი, მოდი ასე ვთქვათ. ეს თიხის ჭურჭელი თუ იქნება ცარიელი ღმერთისგან, მასში მკვიდრობს დემონური სული, იმიტომ რომ ამას უფალი მასწავლის პირდაპირ წმინდა წერილში, რომ ეშმაკი ადამიანს საკუთარ სახლად თვლის და ძალიან ეიოლება მას ადამიანში შესვლა, იმიტომ რომ ადამიანს აქვს რა დაზიანებული ბუნება არის რა მემკვიდრე პირველ მშობელთა, ადამიანის გული სავსეა სიამაყით, ამპარტავნებით, ეგოიზმით, ანგარებით, შურით, მრისხანებით, უსიყვარულობით, სხვადასხვა ცხოველური მიდრეკილებებით. და ამიტომ ეშმაკი ისე შემოდის, ეს რაც ჩამოთვალე, ეს თვისებები არის დემონური თვისებები, რომელიც სიამაყიდან გამომდინარე არის ძირითადად. ამიტომ ეს არის დემონური ენერგიები და სადაც ღვთაებრივი ენერგია ღმერთია, მაგრამ სადაც დემონური ენერგია, იქ ეშმაკია. ამიტომ მსგავსი არა ჩემი მდგომარეობა ეშმაკთან, ამიტომ ეშმაკი ისე შემოდის ჩემში, მე ვერც კი ვგზნო, დისკომფორტიც კი არ მექმნება. და შესაბამისად, ჩემში არაფერი წმინდა აღარ არის და ნახეთ პავლე მოციქული როგორ ამბობს, ჩემს ხორცში არაფერი სიკეთე არ არის. მაგრამ ამავე დროს მოწოდებული ვარ ვიყო ღვთის ტაძარი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩემში ბოროტი უნდა განიდევნოს და ქრისტე დამკვიდრდეს. ამიტომაც ისიქასტები მოგვიწოდებენ რომ მუდმივად ვილოცოთ. პავლე მოციქულის და ასევე უფლის სიტყვებიდან გამომდინარე. მოუკლებელი ლოცვა ადამიანის შინაგან სამყაროს გავარვალებულ რკინას ამსგავსებს, რომელსაც ბუზები ვეღარ აჩდებიან. და ჩვენ ვცდილობთ, რომ პატარა ერთწამიანი შუალედიც კი არ მივცეთ დემონურ სამყაროს. პირველ რიგში ერთწამიანი შუალედიც კი არ მივცეთ ჩვენ შინაგან სამყაროს, რომ ეგოიზმით რეალიზდეს და სიამაყით, ეშმაკს ხოდრო არ ჭირდება, როგორც კი მე მას მივცემ საშუალებას, რომ ის რეალიზდეს, უпростоრად ჩემი ეგოიზმი რეალიზდეს, იმ წამსე ბოროტი სული შემოდის ჩემში. ამიტომ, როცა ადამიანს მოუკლებელი ლოცვითი მდგომარეობა აქვს, ეშმაკს არ ეძლევა ის არც წამიანი შუალედი, ამიტომ ნელ-ნელა ხდება ადამიანის შინაგანი სამყაროს განწმენდა, როგორ? იმიტომ რომ ჩემში ღმერთი მკვიდრდება.